სახელითა მომისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. გულისმიერ საყვარელო, მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს არის ილიაობა, ილია თესბიტელის ხსენების დღე, ილია მართლის ხსენების დღე და პირველად არის, როცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარეშე ხვდებით ამ ილიაობას. რა მინდა და ვგითხრათ, რომ ჩვენი ეს მოსვლა ამ შემეცნებით ტაძარში არის ესეთი რამ, რომ დაიდო ესეთი რამ, რომ სიყვარული ღვთისა, ცხოვრება ილია თესბიტელისა და ერთგულება მისი. მე მინდა რომ გაგაცნოთ ილია წინასწარმეტყველის ცხოვრება, რამდენიმე რამ მინდა რომ ამოგეკითხოთ. წინასწარმეტყველი ილია ძველი აღთქმის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. იგი დაიბადა ებრაულ ქალაქ თესბეში 3000 წლის წინ, ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნეში. მეფე ახაბის მომფობის დროს, რომლის დროსაც ისრაელმა ჭეშმარიტი ღვთის უარყოფის შემდეგ წარმართული ღმერთების ბაალისა და ასტარეს მსახურება დაიწყეს. ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როდესაც ილია დაიბადაო, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა. კეთილსახიერი ჭაბუკით ცეცხლის ალხში ხვევდნენ და ახალშობილს ცეცხლით კვებავდნენ. ელიამ სიყმიდანმე ღმერთს უძღვნა თავი, უდაბნოში განმარტყოდა და კარს მარხვაში ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა. დღეებს უფალ მამას საწინასწარო მსახურებისთვის ურჯულო მეფე ახაბის ზეობისას მოუწოდა. სავარაუდოდ 869 წელს ჩვენ წელთაღრიცხვა ისრაელში გამეფდა ყველაზე უწმინდური კაცი ისრაელთა მეფეების შორის, სახელად ახაბი. მას ცოლად ჰყავდა წარმართი ქალი იეზაბელი. მან ახაბი გადაიბირა, რომ თაყვანი ეცა კერპებისთვის, რომელსაც ბაალი ერქვა და აეგო მისთვის ტაძარი. იეზაბელი ცდილობდა მოესპო ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნენი. იმ დროს ისრაელში ცხოვრობდა ელია, ღმერთის ერთგული წინასწარმეტყველი, რომელიც ყველას მოუწოდება ცოცხალი ღმერთისაგან მოქცეულიყვნენ. ახაბი და იეზაბელი დევნიდნენ ელიას სულდათ იმის გამო, რომ იგი ცდილობდა მრავალთა გულში გაეღვიძებია მონანიების გზნობა. ელიას დროს ისრაელთა გადაუქვია სუფლის გზას და კერპებს ამსახურებოდნენ. მაშინ ელიას სიტყვით ღმერთმა დასაჯა ისრაელი და საწლად ნახევრის მანძილზე ისრაელიანთა მიწაზე არ ყოფილა წვიმა და დიდმა გვალმება ყველაფერი გაანადგურა. უფალმა ელიას უბრძანა ახაბის დევნა უბედურ მხარეში დამალულიყო ღვთის ბრძანებით, დილა საღამოს ყორანი უზიდავდა ელიას ხორცსა და პურს. წყურვილს კი ელია იქვე ნაკადულზე იკლავდა. გაიარა ხანმა და ნაკადულსაც ელია წყალსვამდა, დარჩა მაშინ ღმერთმა უბრძანა მას, რომ წასულიყო ქალაქ ცარეფთაში და იქ ერთ ქვრივ ქალის სახლში ეწყურა. და როდესაც ილია ამ ქალის სახლში შევიდა, ეს ქალი ძალიან გაჭირვებული გახდა. ერთი შვილი ყავდა ამ გალბატონს. და სულ ერთი საჭმელი ჰქონდა, ეხლა ერთი რამ დარჩენილი, რომ ეს უნდა მიიღოთ. და როგორც მოგახსენეთ, არ წვიმა იყო, არც ისა და მდგომარეობა ძალიან რთული იყო. როცა შევიდა ილია აი ამ ოჯახში, უთხრა, რომ ზეთი და ფქვილი არ გამოეგელებათო, რა ყოველთვის გექნებათო. მაგრამ მოხდა ესეთი ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომ მას ყავდა ერთი შვილი და გარდაიცვალა, გაიყვანა უფალმა. და საოცარია, როცა ილია თესბიტელი მოკიდა ამ ბიჭს ხელი და შეიყვანა თავისთან, საწყოზე დააწვინა და ესეთი საოცარი რამ მოახდინა, რომ შეღაღადა უფალს, დაჩოქილი ევედრებოდა უფალს, რომ უფალო შენო მომიყვანე ამ ადამიანის სახლშიო, მითხარი რომ აქ მოსულიყავი და გევედრებიო, უფალო სამჯერ მეანიშა, აი ეს ბავშვო სული ჩაბერეო, რომ აუდგესო ეს ბავშვო და დაუბრუნდეს დედასო. და მართლაც საოცარი რამ მოახდინა უფალმა, რომ ესე იგი სული ჩაბერა ამ ბავშვს და დედას დაუბრუნა. და ამ დედის სიტყვები იყო, ახლა კი მივხვდიო, რომ ღვთის კაცი ხარ და რომ შენს ბაგეებში უფლის სიტყვა მტკიცე არისო. ნახეთ როგორი სიტყვები არის ამის შემდეგ, როცა ეს ყველაფერი მოხდა ამ ოჯახში.
სამწლიანი გვალვიშე როცა შიშელობად უკიდურეს ზღვარს მიაღწია ელიას სახზე უფროს აბიათას ერთად საქონლის საძოვრის საძნელად გამოსული მეფე აკაბის წინაშე წარდგა. აქ მოხდა ესეთი რამე, როცა ელია მეფე შეხვდა და იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად იყო, უთხრა ესეთი რაღაცა. თქვენ და მოიყვანონ ხარიო, დაიკლასო ეს ხარიო და დაიდოსო. ერთი ჩემს იმაზეო და მეორე თქვა, ვადიდოთ ღმერთიო. და როცა ვადიდებთ ღმერთსო, ნახოთო, ოღონდ ცეცხლის გარეშე მოხდესო ესაო. და მართლაც ესეთი რაღაცა მოხდა, რომ მთელი საღამო ეძახდნენ ამ თავის წარმრდ ღმერთს ესენი ადამიანები და არაფერი არ მოხდა. და სწორედ ილია თეზბიტელმა, ილია წინასწარმეტყველმა მოახდინა ეს საოცარი რამ, რომ ქვები შემოალაგა ეს ისანა და დაიჩოქა და შეღაღადა უფალს, რომ უფალს ეჩვენებია მისი რომ ის მართავს ყველაფერს და მის ხელშია ყველაფერი. და მოხდა საოცარი რამ, რომ დაიწვა აბსოლუტურად როგორც ეს ცეცხლი საკნა აგიზგიზდა იქა და დაიწვა ყველაფერი და განადგურდა იქაურობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოხდა ეს ყველაფერი. დაწკრული დაიფარა ძლიერი წვიმა წამოვიდა მეფე აკაბი ადიდა ღმერთი და შეინანა. ამ აკაბმა ღმერთი ადიდა და შეინანა. რომ დაინახა ეს საოცარი სასწაული, მაგრამ ეს მცირე ხნით მოხდა. როცა წავიდა თავის მეუღლესა და მოუყვა რომ ესეთი რამ მოხდაო, გადააფიქრებია მეუღლემ და ისევ დაიწყო ილია თეზბიტელის დევნა. და უფალმა მოახდინა ესეთი რაღაცა, რომ უთხრა ილია წინასწარმეტყველს თუ სად უნდა წასულიყო და როგორ უნდა მოქცეულიყო. ღვთის ნები ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე საზრით განამტკიცა მიანიჭა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა და მართლაც აი ამ შორეულ გზაზე გაუშვა. უფალმა წინასწარმეტყველს ქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ავარდა, მიწა იძრა, მიწისძვრის ცეცხლი მოყვა, მაგრამ აქ ქარბუქის არც მიწისძვრის და არც ცეცხლის დროს არ გამოეცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელია მიგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არასაშინელი სასჯელით. იგნორა ღვთის იყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილგრძალული შიშის სახე ხალინი დაიფარა. ისევე როგორც მოსემ ღვთის განკაცების ხორების თაზე, ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო საოცარი რამ. წასულიყო და იმავე გზით წასულიყო და დამასკოში აზელი ასურეთის მეფედ იუდათ ისრაელის მეფედ აკურთხებიდან ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამასაც წმინდა ელია წინასწარმეტყველმა ხოლო უკანასკნელი ასრულა. შემდეგ ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს ელისეს უანდერძა. საყოველთაოდ განდგომილებით გულდატეხილი ელია უფალმა ანუგეშა. ამ ცნურ ისრაელში კიდევ 7,000 მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უციათ ბაალის კერპებისთვის. უფლის ნები წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლით იქნა აკაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებად ენოქთან ერთად უნდა მოვიძეზა ხორციელი სიკვდილით დაითმინოს. უფლის მიერ საყვარელო ეს რაც ეხა ბოლოს ამოგიკითხეთ, ელია ისევ დაბრუნდება. ისევ სასწაულებს მოახდენ და საოცრად. ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი აპოკალიფსური მდგომარეობიდან და ესეთი რამ არის, რომ როცა მოკლავენ ეს ელიას და ელისეს, 3 დღე იქნებიან ქუჩაში და აი მესამე დღეს უფალი აღადგენს ზეცად აიყვანს ილიას და ენოქს. მაგრამ ეს დღეები საოცარი დღეები იქნება. ეს ილია როგორც ხედავდა ამოგიკითხეთ კიდე დამატებით მინდა მოგითხროთ, რომ რა გააკეთა, როგორი რჩეული იყო, როგორი გამორჩეული იყო ეს ელია. მას სიკვდილი არ უგემია სიკვდილი, ამიტომ მოვა და არც ენოქს. და ამიტომ ეს ყველაფერი რაც მოხდება, ამას ჩვენ მამა გაბრიელიც გვასწავლიდა, გვეუბნებოდა რაღაცა მოხდება, ამას ტელევიზიითაც კი ნახავთო, რაც მოხდებაო, თქვენ ამას ყველაფერს ვიხილავთო. ამიტომ რატომ მოგითხრათ ამას, რომ უშიშარი იყო, არაფერს არ ეშინოდა, მინდობილი უფალს, უყვარდა ღმერთი და მინდობილი იყო ღმერთთან.
და ეს ყველაფერი მოხდება. წმინდა გადმოცემისთან კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ 3 ადამიანი ამაღლდა სამუდამ: მოციქული იოანე, ენოქი და ილია. ქვრივის სახში ელიამ აღადგინა მის ერთადით ვაჟი, რომელიც ამოყოფით გარდა ისევე როგორც ქრისტემ აღადგინა მტრებს მიწერ ცხოვრებას აძლევა. კიდევ ერთი სასწაული ქვრივის სახში სანამ წინასწარ იყო დოგში ზეთი და ქვილი არ გამოელიათ. ეს წინ უსწრებს პურისა და თევზის სასწაულს, რომელსაც უფალი კვებდა მის მსმენელებს. ელიას წინასწარმეტყველი იყო ის მეფეს ღვთის სიმართლეს ეუბნებოდა, არ რბილად, არც მოხერხებულად და არც ისე რომ ყველას მოსწონებოდა, არამედ პირდაპირ და ზოგჯერ მრისხანედას. მისი სიტყვის შემდეგ ცა დაიხურა, წვიმა არ მოსულა, მიწა დაიბზარა, ყანები გადახმა, ხალხი ეძებდა საკვებს. ღმერთმა უთხრა ილიას, წადი ნაკადულის ხეხილი და აქ ნაკადულიდან დალევ წყალს. ყვავებს კი უბრძანე დაგაპორო, ყვავებს ფრინოს, რომლებიც ჩვეულებრივ თავისთვის ეძებდნენ საკვებს. ერთი მხრივ დაუჯერებელია, მაგრამ სწორედ ყვავებს მოქონდათ ილიასთვის პორი და ხორცი საჭირო, ზუსტად იმდენი, რამდენიც იყო საჭირო. უფლისმიერ საყვარელო, ნახეთ როგორი რაღაცა არის, როცა ადამიანები ყოველთვის ეძებენ, რომ რა მოხდება იმ განსასწრების დროს, რა მოხდება იმ დროს, როცა თავზე რაღაც განსასწრელი დაგვეტყდება. ეს არა აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენ მეორეთ მოსვლას, ვინ მოვესწრებით და ვინ არ მოვესწრებით, ეს ჩვენ არავინ არ ვიცით. უფალი როდის დაუშვებს, მაგრამ ჩვენ როდის გარდავიცვლებით, არც ის არ ვიცით. არა როგორ გარდავიცვლებით, მოწონს თუ არა უფალს ჩვენი ცხოვრება, მოწონს თუ არა უფლისთვის მოსაწონია თუ არა ეს ყველაფერი. მაგრამ ნახეთ აქ რას გვასწავლის. მინდობას უფალთან. უფლის გარეშე რომ არაფერი არ ხდება. წარმოიდგინეთ, რომ როცა ყვავები აჭვევდნენ, შემდეგ როცა არც ყვავი აჭვევდა ილიას და არც არავინ არ იყო, უფალი იყო მედობელი და უფალი აჭვევდა მას. ადრეც მე თქვენ გითხარით ესეთი რამ მოგიყვანეთ მაგალითი, რომელსაც მონოფრესო მეთქა, როცა ხარ რომ მინდობელი იცოდე, რომ მიწის რვა იქცა გადარჩები, ცეცხლი იქნება გადარჩები შენს და შენს გვერდზე ზეც აგივსებსო და მანანას გაწმევსო ზეციდანო. წარმოიდგინეთ, ყველაფერს არ მიგატოვებთო, სასწაულებს მოგიხდენთო. აი ეს აქაც ხომ აი ეს მაგალითია რა ჩვენთვის, არა ამაზე დიდი მაგალითი რა შეიძლება ჩვენ ადამიანებს გქონდეს. მე ვფიქრობ არაფერი. და სწორედ იცოდეთ, რომ სწორედ ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა ბრძანა, რომ სწორედ ილიას ხალენი არის ჩამოაბრძანეს ებრაელებმა საქართველოში და სვეტიცხოველში არის ეს ილიას წინასწარმეტყველის ხალები დაკრძალული. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კვართლწილხთომილიერი შვილები ვართ. ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც საოცარი ხალენი ჩამოაბრძანეს ებრაელებმა აი ამ მიწაზე ვცხოვრობთ ყველა ჩვენთაგანი. იმიტომ რომ საოცარი ის არის, რომ ამის ეს ყველა ჩვენთაგანს უნდა გვახსოვდეს და რამედოდა ამასთან ერთად მეთქვა. ნახეთ როგორი რაღაცა არის. ერთმა ადამიანმა უფალს დაუთმო ერთი ოთახი და ეუბნება უფალო, ჩემთანო იქნებ ისტუმრო, რომ ჩემთანო და ჩემთვისო ეს ძალიან კარგია და ერთი ოთახი დაუთმო. და უცებ იმ ღამეს შემოვიდა ატყდა კაკუნი და შემოვიდა ბოროტი, საშინელება უკნა, დაუნტრია თელი სახლი, დაუნგრია, ცემა რაღაცა აღჩობდა, ნუ საშინო დღეს ჩააგდო. და უცებ გავიდა ესე შმაკეთო და მივიდა უფალთან და ეუბნება, უფალო ხო დაინახე რა დღეში ვიყავიო და რატომ არ დამეხმარეო. ჩემო კეთილო, შენო შენთანო მე სტუმარი ვარ. შენ რომ მითხარი რომ სტუმარი ყოფილიყავი და რა უფლება მქონდაო რომ შენ ოჯახში მეო მონაწილეობა. კარგიო, მაშინო მეო ეხლა მეორე სართულს დაგეთმობ უთხრა. და დაუთმო მეორე სართულს, კიდე შემოვარდა ესე შმაკი, საშინელი მდგომარეობით, კიდე გაანადგურა, კიდე აღჩობდა, კიდე საშინელებას უკეთებდა. და ნახეთ რა მოხდა. კიდევ მივიდა უფალთან და უფალო ესეთ მდგომარეობაში მე ხო სტუმარი ვარო ჩემო კარგო. მაშინო მეო თუ რამე გამაჩნიაო დედამიწაზე, თუ რამე მაქვსო, მეო ყველაფერს შენგან დუფო რა, აი მომადრებულა ჩემი მანქანა იქნება თუ სახლი იყო და ყველაფერი შენი იყოსო. და ნახეთ რა ხდება, იმ საღამოს ისევ აბრახუნებს ისა და ხელს ადებს მასე ხელს ადებს უფალი ამ ადამიანს და ეუბნება, ეხლა მე
როდესაც შენ მომანდე, აბსოლუტურად ყველაფერი, მე ვარ შენი მცველი და მე ვარ შენი მფარველი. და მოდით ნახეთ რა ასეთი, იმიტომ რომ დემონი ბედავს ბატონობას მხოლოდ იქ, სადაც ცდილობთ თავად გაუმკლავდეთ. მაგრამ ის ვერასდროს გაბედავს იმ კარში შესვლას, სადაც სამყაროს შემოქმედი დგას. ამიტომ არის აუცილებელი დაუთმოთ უფალს ჩვენი სახლი. ყოველივე, რაც გვაბადია, სული, გული, გონება, სხეული, მივცეთ ნება იმოქმედოს და წარმართოს ჩვენი ცხოვრება ისე, როგორც მარს სურს. სწორედ ამ შემთხვევაში ხდება ჯვარი, ტკბილი და მსუბუქი უზენაესი სიყვარული მეფობს ჩვენში. აი ეს არის, თუ ჩვენ აი ამას შევძლებთ, წარმოიდგინეთ ისეთ რა არის, ჩვენ სხვადასხვა ესეთ ძამეს ვაკეთებთ ხოლმე, რომ აი რაღაცნაირად მოუხმობთ უფალს, აი ამაში დამეხმარე, აი დამეხმარე. როგორც აქ არის ახლა აღწერილი და არა ისე რომ წარმოვთქვათ ეს სიტყვები, რომ უფალო მე არა იძავ მის გარეშე, შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. შენ შემოდი, შენ წარმართე ჩემი ცხოვრება ისე, როგორ შენ გნებავს უფალო და არა ისე, როგორც მე მნებავს. და თუ ამის უფლება შენ უფალს აძლევ, ესე იგი უფალი წარმართავს შენ ცხოვრებას და უფალს ამდობს შენ ცხოვრებას, დელს შენ ცხოვრებას. აი მაშინ შემოდის შენთან და სასწაულებს გიკეთებს. აი აქ არის გადარჩენის, აი სწორედ ილია წინასწარმეტყველიშიც აი ეს არის. და ამიტომაც უფალმა როგორც უყალდა თავისი რჩეული, კიდე დაუშვებს იმ დროს, როცა ანტი გამოჩნდება და დაიწყებს გამეფებას, რომ ამხელს ადამიანებს და სასწაულებს მოახდენს, როცა ჩვენმა უწმინდესმა დაუნეტა ილია მეორემ გვითხრა, რომ ისეთი რაღაცა მოხდება ებრაელების მოქცევაო და ძალიან ბევრი ებრაელები არ მოინათლებიანო და ქრისტეს რჯულს ეწვეთ და ვინცო არ მოინათლებაო და ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს, იმასაც კი აწყონებს უფალია. წარმოიდგინეთ, რომ ამ მდგომარეობა არის. ამიტომ მადლობა შევწიროთ უფალს და მივენდოთ უფალს. რაც შეეხება ახლა მინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება ამოგიკითხოთ. ეს არის საკვირაო ქადაგება მისი უწმინდესობისა. უფალი უკვე არჩევს, ვინ უნდა დადგეს მარჯვნივ და ვინ მარცხენით. უფალი ხედავს ამას და ჩვენც ხედავთო. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებითო. მასთან ერთად. და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვიცვლებით, საით მივდივართ. სიკეთისკენ თუ ბოროტებისაკენ. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ბრძოლა აუცილებელია, როგორც თქვა ერთმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა. ქვეყანა გაიყო შუაზე და მზარმა გაიარა ჩვენ გულზე. თვით ადამიანშია ეს წინააღმდეგობა, ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. მაგრამ ადამიანი არასდროს არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა დატკბეს ცოდვით. მას უნდა ახსოვდეს, რომ ცოდვა ბოროტისაგანაა, იგი ბოროტის სულის მიერ ადამიანის დაცინვა შეაცდეს და შემდეგ დასცინის. საერთოდ დაცვინა ბოროტის სულის თვისებაა, რაც უნდა ნაკლი დაინახოს სხვა ადამიანში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასცინო. თუ ადამიანს რამე დადებითი თვისებები გააჩნია, სილამაზე და სიკეთე, უნდა ახსოვდეს, რომ მისი დამსახურება არ არის. ეს არის ღვთის ჯილდო. ღვთის მადლი და ჩვენ უნდა მადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. უფალი ბრძანებს, პატრიარქი ბრძანებს, ასეთო სინერგია, რომელიც ღვთისა და ადამიანის ენერგიის დაახლოებით მიიღწევა. სწორედ ეს არის მინდობის თემა. სინერგია არის სწორედ ადამიანსა და უფალს შორის მინდობის. ეს არის ადამიანის მაცხოვნებელი, დიდებული და საოცარი პროცესი. საოცარ შედეგს გამოიღებს ის ადამიანი, რომელშიც სინერგია ხდება. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად პირიქითაც ხორციელდება, როცა ერთმანეთს შორდება ღვთისა და ადამიანის ენერგია. ღმერთი ჩვენსკენ მოდის, ადამიანი კი მას შორდება. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია შეუერთეს ერთმანეთს კეთილი და ბოროტი. როცა ადამიანი ბოროტისაკენ მიიდრიკება, იგი ღმერთს შორდება. ხშირად ამბობენ, რომ ღმერთის ჯის ბოროტების მოქმედი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის. ბოროტმოქმედი ადამიანი ღმერთთან სამოთხეში რომ შეიყვანოს, მისთვის ეს ტანჯვა იქნება.
რადგან იგი მთელი ცხოვრება ბოროტებას ჩადიოდა. თიდან დაქანებული ქვას ემსგავსებდა და მას ვეღარაფერი შეაჩერებს. დღეს ყველას უჭირს, უპირველეს ყოვლისა ხალხს სულიერად უჭირს. ჩვენს მორწმუნეებსაც გვიჭირს და მით უმეტეს ურწმუნო ადამიანებს როგორ გაუჭირდებათ. ერთ მოხუცებულ ქალბატონსო კითხესო, დღეს ყველაზე მეტად რა აკლია ქართულ კაცსო. მან ასე უპასუხა, დღეს ყველაზე მეტად ქართულ კაცს ქართველობა აკლია. და ეს ის იმიტომ, რომ სულიერება აკლია და ქართველი წეს ადათი დაივიწყო. ქართველმა ადამიანმა როგორი გზალვა იყო ძველად ქართულ ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის, როგორი მორჩილება იყო შვილებისა და მშობლების მიმართ, სადღა დღეს ყოველივე ეს. დღეს ყველაფერი შეიცვალა, თანამედროვე საზოგადოებაში წარმოიშვა ტერმინები ლიბერალიზაცია, დემოკრატია, თავისუფლება, მართალმი ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება ჩვენი გამოსთაა. ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს თავისი ცხონების პროცესში. ადამიანმა თავით უნდა გააკეთოს არჩევანი. მე არაერთხელ მithქვამს, რომ უფალი უკვე არჩევს, ვინ დადგეს მარჯვნივ და ვინ მარცხნივ. უფალი ხედავს ამაზე, ჩვენც ხედავთ. თუ ადამიანი დაეცა, ამის გამო საკვირველთაობაში არ უნდა ჩავარდეს. მთავარი ის კი არ არის, რომ დაეცა, მთავარი არის, რომ ამას აღდგომას სურვილი კონდეს. მთავარი ის არის, რომ ადამიანს ცოდვა და ცოდვა მიიჩნევს არა ჩვეულებრივ მორებად, ან ადამიანის ბუნებისთვისებად. წმინდა წერილში წერია არს კაცი, რომელიც სხონდეს და არ სცოდოსო. ესე იგი არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ ქვეყნად და არ სცოდოს. წმინდა ეფრემ ასური ამისი შესანიშნავ წემოს გთავაზობს. იგი უფლისადმი ასე ლოცვას აღავლეს. ჰეუფალო, მომანიჭე მე განსთა ითვისა ცოდვათა და არა განკითხვაც იმისა ჩემისა. რატომ დაუკავშირა წმინდა ეფრემ ასურმა ეს ორი რამ? განსთა ითვისა ცოდვათა და არა განკითხვა. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს განიკითხავს, აუცილებლად ვარდება იმავე ცოდვაში, რასაც განიკითხავს. ამიტომ წმინდა ეფრემ ასურიც ლოცვა არის საშუალება ის ადამიანის ცოდვებისაგან გათავისუფლებას. ამას გისურვებ თქვენ ყველას, ჩემს თავსაც, ჩვენს საქართველოს და მთელ ქვეყანას, რომ განთავისუფლებთ იმ ძველი კაცისაგან, ძველი ნებებისაგან, ძველი ცოდვებისაგან, შუღლისაგან, მტრობისაგან, ორგულებისაგან, ურწმუნოებისაგან, ღვთის მადლით მოიპოვოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სასწოება, თამდაბლობა, მორჩილება და ყოველივე სიკეთე, რომელსაც ანიჭებს უფალი მადლითა სულისა, წმინდისაითა. ამინ. უნდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე, ის რაც ჩვენს აწყვს უწოდებთ. პრინციპში წარსული ამწყო წამია, რომელიც ისე გაივლის და უკვე წარსულში გადადის. ამიტომ უფრო სწორად იქნება თუ ამწყოს არ ვახსენეთ და ვიტყვით, ხოლო წარსული და მომავალი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ხის მალი და წყალობით ხის კაცმოყვარებით კეთილი და მშვიდობიანი იქნება ჩვენთვისო. აქ მისი უწმინდესობა ერთ ბრძანებს ერთ რამის. მიდა შეგავსენონ ათონის მთაზე წმინდა ათანასეს ლავრაში მე-17-18 საუკუნეში მოღვაწეობდა ერთი ბერი კილიოს ლავრეტიოსი. იგი ლავრაში ცხოვრობდა და იმიტომ მიიღო ასეთი სახელი რავლიტიოსი, კირილე ლავრელი. ის განმარტავს იონეს გამოცხადებას და ამბობს, როცა უფალი 7 ეკლესიას მიმართავს, მე-6 ფილადელფიის ეკლესია არის საქართველოს ეკლესია. ჩვენ თუ წავიკითხავთ მიმართვას 7 ეკლესიისა და შევამჩნევთ, რომ ყველაზე კარგი ფილადელფიის ეკლესიისადმი არის. უფალი ბრძანებს, შენ წინ კარი ღია. ეს არის სასუფევლის კარი. იქ წერია ასევე, რომ ჟამსა განსასწრებისასა, რომელიც მოელის თელ სოფლიოს, აქ იგულისხმება მეორედ მოსული წლინ ანტიქრისტეს მეფობის საშინელი ჟამი. მე დაგიფაროთ შენ. აი ესე მიმართავ საქართველოს, ასეთია ნება ღვთისა, ასეთია წყალობა ღვთისა. მე არ ვიცი რით დავიმსახურეთ ჩვენ ეს საინტერესო ის რომ კირილეს ლავრენტიოსი ამას წეს იმ დროს, როცა საქართველოს დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და აი ამ დროს იგი საუბრობს საქართველოს გაბრწყინებაზე და ჩვენ მადლობთ უფალს ამისთვის. დიდება და მადლობა უფალს მისი წყალობისა და კაცმოყვარეობისათვის. ღმერთმა დააგლოცოს, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაალოცოს სრულიად საქართველოს იმეროს ჩვენ ქართველი საქართველოს ქრისტიანი გახდეს ღვთის დიდი წყალობისა. უფლის მიერ საყვარელო 2005 წელი იყო, როცა საკურთხეველში ვიყავი და მის უწინდესობამ დამიდახა და მითხრა. მე მინდა შენ გითხრა ერთი რაღაცა, რომ მინდაო რომ შენ დაბეჭდო
7 ლოცვებია, როცა გამოვეცე 7 ლოცვებია, აუცილებლად და ესე მომანიშნა, მე მინდა რომ შენ იცოდეო, რომ ფილადელფიის ეკლესიაო არის საქართველოს ეკლესიაო. და მე მინდა რომ აი ამ 7 ლოცვების შემდეგ დაწერო ეს ფილადელფიის ეკლესიასთან დაკავშირებითო. და ეს საოცარი რა იყო მართლაც 2005 წელს გამოვეცე ესა და დავწერე აი მემაში ფილადელფიის ეკლესიის შესახებ. რომ დავწერე ეს ფილადელფიის ეკლესიის შესახებ, ძალიან ბევრი რამე მაინტერესებდა. კი ამოვიკითხე ეს ფილადელფიის ეკლესია, მაგრამ განმარტებით ეს ფილადელფიის ეკლესია ნამდვილად არ ვიცოდი. რამდენიმე ხნის წინ მთავრობამ დააფინანსა დღევანდელ დღეს მამა გიორგი ზვიადაძემ და ედიშე ჭელიძემ და გამოაქვეყნეს ეს ფილადელფიის ეკლესიის შესახებ განმარტებები. თუ რას ნიშნავს ეს რა განმარტება არის ამასთან დაკავშირებით და მე მინდა გითხრათ რა აცხრიც მithქვამს და ეხლაც მინდა გითხრათ რომ ხშირად დავდიოდით ხოლმე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან წინანდალში და საოცარ რაღაცებს გვიყვებოდა მისი უწმინდესობა და აი ამასთან დაკავშირებით ისეთი რაღაცა თქვა, როცა მკითხე მის უწმინდესობას, რომ დედა გიორგიამ თქვა, რომ ივერესტის შობლის ხატი ჩამობრძანდება და საოცარი ჩვენ იქნა ჩამოვიდეთ და უცებ თქვა, მე ხომ თქვენო არაზროს თქვენთვის არაზროს ეს არაფერი არ მithქვავს არაზროს. ეხლა გეტყვითო. ესე იგი ჩამოვლენო ძალიან ბევრი ადამიანებიო. ძალიან დიდი გახდებაო ამ დროს საქართველო და მოხდებაო ესეთი რაღაც, ისეთ მადლს უშვებსო უფალი საქართველოში, ისეთ მადლს, რომელიც სოფლიოში არასდროს არ დაუშვია. არასდროს. და აფწყინებს საქართველოს, რასაკვირველია ივერესტის შობლის ხატი ჩამობრძანდებაო და დედა ღვთისმშობელი და უფალიო ვინცაც ჩამოიყვანსო საქართველოს, ჩვენ რა უფლება გვაქვსო რომ არ მივიღოდო, ჩვენ ყველას უმასპინძლებდო. ეს იმდენად საოცარი სიტყვები იყო, რომ ისე გავოგონდი, ანახან არის ხოლმე სხვანაირად რომ დაგიტრიალდება ეს სისხლი რა, ესე უსმენდი მის უწმინდესობას გავოგონებული თვალებით რა. და მე მინდა ეხლა ამოგიკითხოთ ესა და განმარტებით არის ესა. მოციქული და ანგელოსა ფილადელფიის ეკლესიასაც მიუწერა. ამას იტყვის წმინდა იგინე ჭეშმეტე, რომელსაც აქვს კლიტეი დავითისი, რომელი იგი განაგებს და არავინ დახშტავს. თარგმანი. კლიტეი დავითისი მისი მეფობა არის, რომელი იგი სახე არის ხელმწიფებისაი და ყვალად კლიტეი ფსალმოთა წიგნისაი, არს სული წმინდაი და პირველი იგი მეფობაი დავითისი მიიღო ქრისტემან განკაცებითა, ხოლო მეორე იგი აქვს ვითარცა ღმერთსა. ვიცნის საქმენი ახა ესერა მიმიცემია წინა შენსა კარი განღებული, რომისა დახშტვათ ვერ მისშემძლებელას რამე თუ მცირე ძალი გაქვს. და დაიმარხე სიტყვაი ჩემი და არა უარყავს სახელი ჩემიო. თარგმანი განმარტება. ამით სიტყვათხანო ხედავთ ვითარე მცირე იგი ქალაქი იყო, ხოლო სარწმუნოები და დიდფრიად. ამის ის იტყვის ვითარმეთ ვიცნის საქმენი შენი. ესე იგი ას ვითარმეთ სათნო მიჩს. ვითარცა მოსეს ეტყო და ვითარმეთ იგი შენ უფრო ის ყოველთაისა და კარი სარწმუნოებისა განმიღებია უწინა შენსა, რომელი განსაცელთაგან არა დაიხშვის. რამე თუ კმარ სარწმუნოებაა შენი და უზეშა ეს ძალისა არა ვეძიებ. ახა ესე მიქცენ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელი იტყვიან თავსათ ვისახურიათ და არა არიან. არამედ ყუიან. ახა ესე რა ყნეგინი რათა მოვიდნენ და თაყვანი გცენ წინაშე ფერთა შენდა და ცნამ, რამე თუ შეგიყვარე შენო. ესე მადლი მიქცე, რომელიც შენ შორის მიიქცენს მრავალი ხურიანი სისნანულად და წინა დაცვეთით იქნეთ ცოდვისაგან და შეგივრდებიან და ითხოვენ შეგან ნათლის ღებასა. მოციქული, რამე თუ დაიმარხე შენ სიტყვაი მოთმინებისა ჩემისაი და მეცა დაკიცა შენ ჟამის გამგისა განსასწელისა, რომელსა ეგულების მოსვლა ყოველსაზე და სოფელსა გამოცდა კვითა მათ ქვეყანისაითა. მოვალ ადრე. იბყა რომელი ეგე გაქვს, რაითა არავენ მიგიღოს გვირგვინი შენი. თარგმანი. ჟამად განსასწრებით და უკანასკნელსა ჟამთა ანტიქრისტეს მოსვლის იტყვის. აი პირდაპირ წერია ანტიქრისტეს იმის პატრიარქიც ესე იძახოდა. როგორც კი გამოჩნდება, მაშინ ხდება აქ მადლის დაშება, ოღონდ არანორმალური მადლის, როგორც გითხარით.
პატრიარქმა თქვა ზოგი მღვდლები სულიწმინდის მადლით აისებენ, ზოგი ჰაერში აფრინდებიან, ზოგი სასწაულებს მოხდე. მაგრამ ნახეთ რას ბრძანებს უფალი, რომლისათვის ვიტყვით არამედ რომელი შენ შორის მორწმუნენი იყვნენო, ვინც მორწმუნენი არიან, იმაზე უშვებს და არა ურწმუნოზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც არ წავს ღმერთის. არა მორწმუნეებზე. დაავიცნე, რაით არა გამოიცადენ უმეტეს ძალისა. მორწმუნეებზე, ხოლო თქვა ვითარმენ მოვალ ადრე, რამა თუ შემდგომ ჭირისა მათ დღეთაისა ადრე მოვიდეს უფალი, რომელსაც განაგრძალებს, რაითა დაიმჭირო სარწმუნოება ემტკიცეთ, რათა გვირგვინი მოთმინეებისა არა წარწყმიდოს. რომელმა ზლოს ყოიგი სვეტა წაძაში ნავთისა ჩემისასა და გარე ანგარა გამვიდეს. რამა თუ რომელი გიმძლე ეშმაკისა იქნების, იგი სვეტს ჭეშმარიტებისა იქნების. მოციქული და დავწერო მათზე და სახელი ღვთისა ჩემისა და სახელი ქალაქისა ღვთისა ჩემისა ახლისა იერუსალიმისა, რომელი გარდამოვალ ზეცი ღვთისაგან ჩემისა და სახელი ჩემი ახალი. თარგმან ესე იტყვის ვითარმენ გულსაზე და ესე ვითარცა მის კაცისა დამამტკიცო გულისხმის ყოფა ის აღთოისა მე სახელისა და ზეცისა იერუსალიმისა, რაითა ვხედვიდე შვენიერებითა მათ სასუფევლისა სულისა თვალითაითა და ახალი ჩემი სახელი, რომელი მაშინ იცნან წმინდათა მას საუკუნესა, ხოლო თუ ღვთისა ჩემისაითა ესე კაცობრი მამისასი თქვა, ვითარეთ უქცეველად ჩემთვის კაცმოყვარებამ, ხოლო იერუსალიმის ზეცით მომავალიო. რამა თუ საუკუნეთა კეთილთა გმნის ყოფამამ ანგელოსთაგან იწყო და ჩვეულებამდე მოიწია, ვინაით გასეცისანი და ქვეყანისა ერთ ვიქნით ქრისტეს მიერ თავისა მიერ ყოველთაისა. ეს არის განმარტება უფლის მიერ საყვარელო, მაგრამ მე მინდა ერთი რაღაცა, რომ ჩვენ თავში არ უნდა აგივარდეს ეს, რომ ჩვენთან გამწყინება მოხდება. ეს მარტო ჩვენთვის არ ხდება. ეს სოფლიოდან უამრავესი ადამიანები ჩამოვარდი. როცა პატრიარქმა ბრძანა 20 მილიონიანი გახდებითო ნიკოპსიდან დარობანდავდეო. როგორც მაშინ აღმოვიკითხეთ და არ გვჯერაო ესა. ღვთისთვის ეს არაფერი არა, ჩვენ გონებაში არ ჯდება ესა, თორემ ღმერთისთვის არაფერი არ არის ესა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, არა მარტო იმ დროს, რომ მოვესწრებით თუ არა კიდე ერთხელ გეუბნებით, არ ვიცით, მაგრამ ამ გამწყინებას განსასწრებიც მოსდევს. ეს მამებას ქვეს და განსასწრების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ უფალი ბრძანებს, როგორც აგბრძანა, ვინც არის ჩემი მოწონე, ვინც მიენდობა უფალს, ვინც შეიყვარებს უფალს და ვინც აი ამ სინერგიას, რასაც პატრიარქი გვასწავლის, აი განახორციელებს უფლის მიმართ და არა მარტო ისე კი არ იქნება, რომ რაღაცა აბა ესე თხოვოს უფალს, არა. თხოვოს რომ შემოვიდეს და წარმართოს ჩვენი ცხოვრება. თუ ესე იზრდა, თუ ესე გააკეთებს ადამიანი, მაშინ აი იმ განსაცდელებიდანაც დაიფარავს და მოავლენს აი იმაში, რასაც გაფრთხილება გვინდა ევერიისა. აი ესე მოხდება. ეხლა ერთი რაღაცა მინდა ამოგიკითხოთ, რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გმობს სულიწმინდას? ქრისტიანული მოძღვრის მიხედვით სულიწმინდის გმობა უპატიებლობა არის, შეგნებული და საბოლოო უარყოფა ღვთიური მადლისა და ჭეშმარიტებისა. ეს არ არის წამიერი სისუსტე და ანეჭვი, არადა ადამიანის ისეთი სულიერი მდგომარეობა, როდესაც ის სიკეთეს ბოროტებად ნათლავს, რის გამოც შინაური და მიტევება ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. ცნება მომდინარეობს მათეს სახარებიდან, სადაც იესო ქრისტე ბრძანებს, ვინც იტყვის სიტყვასა კაცისას ისა წინააღმდეგ, მიეტევება მას, ხოლო ვინც იტყვის სულიწმინდის წინააღმდეგ, ამ სოფელში მიეტევება და არც მომავალში. ჭეშმარიტების წინააღმდეგ წასვლა, როდესაც ადამიანს ნათხედავს ღვთის სასწაულს, ან სიკეთეს, მაგრამ სიჯიუტით მას ბოროტ ძალას, სატანას მიაწერს. მოუნემნიებლობა მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს სოდო არ მიეტევება თავად ადამიანის გამოკიდებულება. ის უარს ამბობს სინანულზე, სანამ ადამიანი ინანიებს, ის არ არის სულიწმინდის გმობის მდგომარეობაში. სიკვდილის წინა სასუწარკვეთია წმინდა მამების, მაგალითად იონა ოქროპირის განმარტებით, ამ ცოდვის მაგალითია ათეიზმი, განზრახთული მკვლელობა, ამ ღვთის უარყოფა სიცოცხლის ბოლომდე, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით წყვეტს კავშირს ღმერთთან. იესომ ესა
ასასწაული მოახდინა ეშმაკელი მიუყვანეს და მან ეშმაკი განდენა მისგან გარყუნავს სიბრმავისა და სიმონჯისაგან ფარისევლებმა რეალურად იხილეს რასულიწმის ძალით მომხდარი ქრისტეს სასწაულები მაინც ირწმუნებოდნენ მის ეშმაკეულობას განსაკუთრებით ლაზარეს აღდგენების შემდეგ დარწმუნდნენ იუდეველები რომ ქრისტე არის ძე ღვთისა რომ ყველაზე დიდ საკვლევ მოქმედსაც კი არ შეეძლო სასიკვდილო სარეცელიდან სიცოცხლისანი მოებრუნებია 4 დღის მკვდარი და უკვე სწრაფად დაქვემდებარებული ადამიანი და საერთოდ არც ერთ მოგზა ჯადოქარს არ შეუძლია თვალი აეხილა ბრმისათვის ბრმას აუხილა თვალი რომელსაც თვალი არ ქონდა საერთოდ არ უნახავს თვალი არ უნახა ესე დაიბადა და იმას აუხილა თვალი განეკურა განედევნა ეშმანი გაეცოცხლებია მტრები ისინი მკაფიოდ ხედავდნენ რომ მათ წინაშე იდგა ძე ცოცხალი ღმერთი და მისი ღვთაებრივი ბუნების უარყოფა უკვე აღარავის შეეძლო მიუხედავად სამისა შეიპყრეს დადგეს შეურაცხეს აფურთხეს და ჯვარზე გააკრეს მათი გეგმები ეწინააღმდეგება ღვთის გეგმებს შემოქმედებას ჭეშმარიტებას ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ღმერთი მისი სიტყვა წმინდა წერილი თავიდან ბოლომდე შევისწავლოთ მაგრამ თუ ცოდვებს არ შევინანიებთ თუ არ გვექნება მტკიცე გადაწყვეტილება შევიცვალოთ იმ იუდეველების ან არაფრით ვიქნებით განსხვავებული და მეტიც თვით ბნელეთის სულგათანაც კი რომელსაც წამტკიდეთ საერთოდ არ ჭამენ არ სვამენ სახარებასაც კი ზედმიწევნით იციან ემის ისვის გავსია საკუთარ ტანისამოზე ხედავენ ლაქებს და მის ამორეცხვას არ ცდილობენ შეიძლება გმოვდნენ სულიწმიდაზე ვერ ამჩნევდნენ მოგტნენ და არ ესმოდეთ თუ რატომ მოგტნენ ჯოჯოხეთში ხოლო სულიწმიდა წმინდის გმობასა არასა და არასოს მიეტევება თვითკვლელობა არ განიხილება საერთოდ ადამიანი რომელიც მუდმივად ცოდავს და ამბობს მე რა ღმერთი მოწყალე და მაინც მაპატიებსო უგუნური სასოებაა ავიწყდება წმინდა წელისაგან მაცხოვრის სიტყვები ნებისმიერი გადარჩენისთვის მიმართ წადი და აღარ სოდო. სულის არწუწარკვეთილება ღმერთის მოწყალების იმედის არ ქონა. მე ვცოდე, ხოლო ღმერთის ასტიკი და მაინც არ მაპატიებსო. წავალ და ცოდვაში გავაგზავნე სიცოცხლესო. უკიდურესი საშინელებაა ყველაფერი იცოდე და არ იღვიძებდე. გიყვარდეს წუთისობრის წარმავალი და ამოსიკეთენი. ამობჯინავდე მას ეციურსა და ღვთის თვით ღმერთს. ამიტომ უმჯობესია ყოველთვის მიმართოს ლოცვით სულიწმიდა სისხლom ყველგანა და ყოველთვის აღავსეთ თავისი მალით და მაგრამ ამავდროულად მას შეუძლია განგვეშოროს თუნდაც ერთი ცუდი აზრის გამო რომ არაფერი თქვათ საქმეებზე. ამიტომ სადაც გინდა ვიყოთ მუდმივად ვილოცოთ სულიწმიდის მიმართ მუდმივად შევთხოვოთ მას შეწევნა ის ყველგან შეგვისეცა მოგვანიჭოს დიდ სიხარულს. ჩვენ მიჩვეულები რა სიყვარული და დავიმსახუროთ. თუ კარგი ხარ უყვარ ხარ გაქებ და გიღებენ. ხოლო თუ სადმე შეცდები ან არასწორად მოიქცევი ზურგს შეგაქცევენ და სიყვარულის ქრება. ეს იყო ბავშვობაში, შობლებთან, ასე იყო შემდეგ ურთიერთობაშიც. აქედან გამომდინარე მიეჩვია ფიქს რომ ღმერთსაც თანაც ასია. სონომ ყველაფერს კარგად აკეთებ შენთან არის, ხოლო როგორც კი შესო და მორჩა ღმერთის ზურგს გაქცევს, მაგრამ არა. ღმერთს ეს არ შეუძლია. ის ისეთი არ არის, ღმერთს მხოლოდ იმ დროს არ უყვარ ხარ, როცა კარგი ხარ. მას ყოველთვის უყვარ ხარ, როცა კარგად იქცევი და როცა საკუთარი თავის გსხვენია. ღმერთს არ შეუძლია შენი მოტყუება. ბევრჯერ უთხარ ანოსი მიგატოვებ, მე კი გტოვებ, გეუნებიან ერთადერთი ხა შემტკი აღმოჩნდება რომ ეს ტყუილი იყო. შენს მიეჩვია ლამაზი სიტყვების უკან ხშირად სიცარიელია, ამიტომ გიჭირს ნდობა. როცა ღმერთი გეუნება რომ უყვარ ხარ და არ მიგატოვებს, ღმერთი არ არის ის ვინც მოგატყუა. ის სიტყვებს ქარს არ ატანს, თუ რამეს დაგპირდა, აუცილებლად შეასრულებს. და როდესაც შენ ამას მიხვდები, გექნება საყრდენი, როდესაც ვეღარავინ წაგართმევს. ეს ყველაზე მეტად გასაოცარია, რადგან ღმერთს აქვს სამყაროს მთელი ძალაუფლება. მას შეუძლია გაიძულოს იცხოვრო ისე, როგორც მას სურს, მაგრამ არ აკეთებს. ის არ გაძალებს, არ იჭრება შენ ცხოვრებაში ძალით, არ გიყენებს მოთხოვნებს. ის უბრალოდ გელოდება, როდის მოინდომებ, თავად შეუშვებ ღმერთს შენს ცხოვრებაში. რადგან სიყვარული, რომელსაც აძლევენ, უკვე აღარ არის სიყვარული. რომელსაც აძალებენ. და აი რა არის თავარი, მიხვიდე რომ რასაც ეძებდე სხვაში, უყვარდე
უპირობოდ არ გატყუებდნენ, არ გაიძულებდნენ. სინამდვილეში ეს ყველაფერი შეუძლია მოგცეს მხოლოდ ღმერთს. ადამიანები ამას ვერ მოგცემენ, არა იმიტომ რომ შენ ცუდი ხარ ან ასეთი ვერ შეხვდა, არა, ის იმიტომ რომ ასეთი სიყვარული მხოლოდ ღმერთს შეუძლია. მან უკვე დიდი ხანია შეგვიყვარა, ჯერ კიდევ შენს დაბადებამდე და გელოდება, როდის შეიყვარებ შენ. ეს ის არის, როცა გველოდება უფალი და წინა ქადაგებაშიც გითხარით, მამა ონოფრე როგორ მეუნება, რომ მამაო, იქადაგესო, შეაყვარე ღმერთი ადამიანებს, შეაყვარე ისე უნდა, რომ ყველა აცხონოს, ყველა გადაარჩინოს, აი იქ ნახეთ რა წერია. ძალდატანებით არ უნდა უფალს. ერთ წამში შეუძლია მოგვაქციოს. ერთ წამში შეუძლია საოცრი. არა, შენ თვითონ უნდა მიხვიდე. შენ უნდა დაინახო ღმერთის სიძლიერო, შენ უნდა დაინახო, რომ არა იცალვის ღმერთის გარეშე არაფერი არ შეგვიძლია. როგორ შეძლებს ადამიანის ჩვილი მამის და დედის გარეშე დაადგილებას კი არ შეუძლია, თუ მამა და დედა თავის შორს არ დააყენებს და სიცოცხლის ბოლომდე არის ის რომ თავისი შვილი როგორი გამოვა და როგორი გაიზრდება. ნუ როთლ უფალმა შექმნა სამყარო, უფალმა მოგცა ეს ყველაფერი და ღმერთის ხელში ვარ. მან შექმნა ხატა და მსგავსად უფალმა და როგორ გვეფერება, როგორ უნდა რომ მივიდეთ უფალთან და როგორ უნდა რომ გადაგვარჩინოს და მარადიო სასუფეველში შეგვიყვანოს. ეს არის თავი და თავი მართლაც და როცა სულ რამდენიმე ხის წინ ჩამოვედი კვიპროსიდან და ვიხილე ათანასელი მასოლელი, საოცარი ადამიანი, რომელიც მიტროპოლიტი და რაზანებს აი ეს საოცარი ადამიანი, რომ ადამიანი, ყველა ადამიანი ეცემა, ყველა ადამიანში არის რაღაცნაირად აზრები თუ ფიქრები, მეც ვკითხე რაღაც კითხვები და ესეთი რაღაცა მითხრა, რომ ყველა ადამიანში არის ეს აზრები, საშინელი, ცუდი, საშინელი, ყველანაირი და თქვა, რომ ეს ფიქრები ყველა ჩვენთაგან საგვაქვს, ეს ბრძოლები ყველა ჩვენთაგან საგვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველა სინანული, ჩვენ გვაქვს აღსარებლობა, მაზიარებლობა. რაც ავარია, საოცარი რაღაცა მოგვიყვარ და ბრძანებდა, ძალიან უყვარდა ჩვენი უწმინდესი ნეტარეს ილია მეორე და როცა გამოვიდა მისი უწმინდესობა, როცა დაინახა იმას ხოლმე შეხვდა, უთხრა რომ შენო განსასწრებელი გექნებაო. და აი ჯვარი ამოუყია და ჯვარი უჩუქებია და უთქვია რომ ეს ჯვარიო შენ სულ ატარე შენ ცხოვრებაშიო რა. და არ დაკარგო და სულ თან კონდესო ეს ჯვარი და მართლაც საშინელი განსასწრებელი დაატყდა ამ ადამიანს და სულ თურმე სულ ამ ჯვარს ატარებს, სულ აი საწოლთან კი უდევს ეს ჯვარი და სულ რაღაცა მადლობს და რაც გითხრა ეს საოცარი თქვენი პატრიარქი ხო წმინდანი იყო, წმინდანია თქვენი პატრიარქი. ევედრეთო თქვენ პატრიარქს და საოცრებებს მოგიხდენს. მართლაც ესე არის. და აი რა ბრძანა მე მინდა რომ ამოკითხა, ხოლმე თავდაბალი ადამიანი განიცდის სინანულსო. ამაყი არასოდეს ნანობსო. ამაყი ყოველთვის მართალია, მას ყოველთვის არასწორად ექცევიან. ვერ უგებენ, ცუდად ეპყრობიან, ყოველთვის ხვებს ადანაშაულებს, ყოველთვის ამართებს თავის თავს. მას მუდამ დევნიან, ცილსწამებები და 1000 სხვა რამეს უკეთებენ. მან არის ის არ სურს რომ თავდაბალი იყოს და თავის თავს ხედავს ისედაც, როგორადაც თავად ფიქრობს. ეს არის ერთ-ერთი სიამაყის ამპარტაუნების, პატიმოყვარების, დიდების მოყვარების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მდგომარეობა. ქრისტეში სრულყოფილი ადამიანი არ არის უცოდველი. უცოდველი ადამიანი არ არსებობს. ცოდვის გარეშე არავინ არაა. შესაბამისად, არავინ არის შეუცდომელი. ჩვენ ყველას უშვებთ შეცდომას. ყველას გვაქვს ცოდვები და ჩვენ ყველა ვებრძით ვნებებს. როგორიც შენ ხარ, ისეთივე რვა მეც, ისეთივე იყო წმინდა პაისი, წმინდა გიორგი, წმინდა დიედი და ყველანი ერთნაირები ვართ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. რა არის წმინდანობის ნიშანი? ვინ არის წმინდანი? შეუცდომელი და უცოდველი ადამიანი, რომელიც არ არსებულა და არც იარსებებს? წმინდანი არის თავდაბალი, რომელიც შეიძლება უშვებს შეცდომას. აქვს ცოდვებიც, მაგრამ აქვს სინანული. ყოველთვის თავს იმდაბლებს, რადგან თავდაბალია. ამაყი კი შეიძლება იყოს სრულყოფილი, მაგრამ საშინელი აქვს ის წინაშეო.
აი მართლაც როცა მახსენდება ჩვენი პატრიარქი, როგორი თავმდაბლობი, როგორი ადამიანი, რომელიც მინდობილი უფალთან, თავისი სიყვარულით, თავისი დამოკიდებულებით მის თავმდაბლობას მართლაც საზღვარი არ ქონდა. ყოველთვის ადამიანს გვაქვს ესეთი რაღაცა, აი როცა ყველა ჩვენთაგან სახარება წაგვიკითხია, გონე არა შენთვის არის დაწერილი, არა ყველასთვის არის, ხო? და გინდა რომ შენ აი რაღაცა პატრიარქს მიბაძო, ან რაღაცა წმინდანებს მიბაძო, მაგრამ იმ სიმაღლეზე ავიდნენ ეს ადამიანები, რომ შენ ჯერჯერობით ვერ უახლოვდები, იმიტომ რომ შენც უნდა იმუშაკო, როგორც იმათმა იმუშაკეს, რომ მიხვედე უფალთან. მაგრამ შენით ეს ყოველთვის გაგიჭირდება. თუ არ მიენდობი უფალს და თუ არ შეთხოვს, ეს ღმერთის მადლი არის. ღვთის მადლით ეძლევა ყველა ადამიანს ეს ყველაფერი. მაგრამ გახსოვთ რა მოხდა საქართველოშიც რამდენიმე ხნის წინ, როცა გავიდა ჩვენი უწმინდესობა. რა გააკეთა უფალმა? რომ დაგვანახა, რომ სწორედ აი ესეთი ადამიანი უყვარს უფალს, როგორ ჩვენი პატრიარქი იყო. მიმტეველი, პატიველი, მომთმინე, სიყვარულით ახსავს ეგ, რომელიც არ განარჩევდა, მდიდარი იყო, ღარიბი იყო, ყველას ეხმარებოდა, ყველას მიმართ სიყვარულით იყო ახსილი. აი ნამდვილი ერის მამა. ნამდვილი ერის მამა, რომელიც იდგა თავის ერის დასაცავად, რაღაცავში სიჯიუტეს და ვერ გატეხავდნენ, ხანდახან დამთმობი და მომფერებელი. არანორმალური სიყვარული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე უნდა დადგეს ეს საკითხი ჩვენს წმინდა სინოდზე, რომ წმინდანად შერაცხოს ჩვენი პატრიარქი. ამინ. დღეს ესევე მინდა გითხრათ, რომ ილია მართლის ხსენების დღეა და მე აქ მინდა აი ეს ლოცვა მოგიკითხოთ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, მუხმოდრეკილილ მობიერი ვდგევარ შენ წინა, არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა. არ მინდა ამით შეურაცხო მე ლოცვა იწმინდა, არამედ სურს მე განმიმართლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელს თუნდაც გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე, შეუნდე, არიციან ღმერთო რას იქმან. ეს ამას ჩვეულებრივი ადამიანები ვერ წერენ. თუ ღმერთის სიყვარული არ აქვს, მოყვასის სიყვარული არ აქვს, შენი სამშობლოს სიყვარული არ აქვს და საერთოდ სიყვარული არ გაგაშინა. საოცარად დიდი იყო, როცა წმინდა სინოდზე გაიტანეს ეს საკითხი, წმინდა მართალი ილია გაარქვეს და როგორ უხაროდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის. მე მინდა აი ეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დავამთავრო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ამოგიკითხოთ. აი აქ არის ეს სიტყვები, რომელიც ყველა ჩვენთაგანში არის და ყველა ჩვენთაგან უნდა შევიმეცნოთ და განვახორციელოთ აი ეს სიყვარული ღმერთის მიმართ. და რა არის, როცა ეწერა იქ სიყვარული ღვთისა, აი აქ არის სწორედ მოცემული სიყვარული ღვთისა. რა არის სიყვარული ღვთისა? მე ვარ დასამაბი და დასასრული. ის ვინც სიცოცხლეს მისცა ყველაფერი არსებობს. მე ვხედავ შენ ძალისხმევას, ვიცი შენი ტკივილი და მესმის შენი ეჭვები. მაგრამ დაიმახსოვრე, შვილო ჩემო, არასოდეს დანებდე. როდესაც გული გიმძიმდება, ხოლო ძალა თითქოს გტოვებს, გახხოვდეს, მე შენს გვერდით ვარ. ჩემი სინათლე მიგიძღვის სიბნელეშიც კი და არაერთმა განსაცდელმა არ გადაგახვევინოს გზიდან. ყოველგვარი ბრძოლა, ყოველგვარი დანაკარგი, ყორიცრემლი ეს არის ნაბიჯი შენი აღორძინების გზაზე. მე ვიცი, რამდენად ძლელია წინსვლა, როცა გვეჩვენე, რომ მთელი სამყარო შენი წინააღმდეგია, მაგრამ ეს არის გზა, რომელსაც იწურთნება. გზა, რომელსაც ხდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი, უფრო ახლოს ჩვენთან. ნუ გეშინია მარცხის, რადგან ის მხოლოდ დროებითია. წარმატება მარადიულია, თუ შენი რწმენა მტკიცია, ნუ გეშინია დაცემის, რადგან მე წამოგაყენებ. მე გასწავლე, რომ ყოველ დაბრკოლებაში დაინახო შესაძლებლობა, ხოლო ყოველ განსაცდელში კურთხევა. მე ჩავდე შენში ისეთი ძალა, რომლის შესახება არც კი ეჭვობ.
შენში ანთია მარადიული ცეცხლის ნაპერწკალი, რომელიც არასოდეს ჩაქრება, შენ შექმნილი ხარ ჩემს ხატად, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი არის ყოველი, რათა გადალახო ნებისმიერი სირთულე. შენშია ჩემი სიყვარული და ჩემი სიბრძნე, მიეცი მათ უფლება გაგიწყონენ. როდესაც დანებება მოგინდება, გაიხსენე ჩემი სიტყვა. მე გეუბნებოდი, დააკაკუნებ და გაგეღება, ეძიებდე და იპოვოდი, ითხოვდე და მოგეცემათ, არ გაჩერდე. განაგზე კაკუნი, განაგზე ძიება, განაგზე რწმენა გახსოვდეს. მე ყოველთვის შენთანა ვარ. მე ვარ შენი ფარი, შენი წინამძღოლი და შენი საყრდენი, არასოდეს დანებდე. რადგან ყოველი შენი ნაბიჯი შემსკენ, ყოველი შენი გამარჯვება საკუთარ თავზე იმედის დამტკიცებაა, რომ სწორედ გზაზედ გახარ იმ დღეს, როდესაც მწვერვალს მიაღწევ, მიხვდები, რომ თითეული სირთულე აუცილებელი იყო. მე ვხედავ, როგორ ხრი თავს, როცა გძნობ შენი შეცდომებისა და ნაკლოვანებების სიმძიმეს, მაგრამ იცოდე, შენი შეცდომები ეს არ არის დასასრული, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისია. მე ისეთი შექმენე, რომ ისწავლო, გაიზარდო, გადალახო, შეცდომის დაშვება საშიში არ არის. საშიშია დანებება და სის შეწყვეტა. მე კი მოგიწოდებ, ადექი, ჩამოიბერტყე მტვერი, მუხლებიდან და იარე წინ. მე შენთან ვარ. რათა დაგეხმარო სინათლისაკენ მიმავალი გზის პოვნაში. სამყაროში ბევრი ცდუნებაა, ბევრი ხმა, რომელიც თილობენ გზიდან აგასთინონ. ისინი გეუბნებიან, რომ სუსტი ხარ, რომ ვერ გაუნკლავდები, რომ ჟოს გაჩერდე, მაგრამ შენ უსმენ მათ. უსმენენ ჩემ ხმას, რომელიც გეუბნება. შენ ყველაფერი შეგიძლია, რადგან მე შენთანა ვარ. შენ შეგიძლია მიაღწიონ მწვერვალებს, რადგან მე ჩავდებ შენში გადალახვის ზალა. არავის არაფერს შეუძლია წაგართვეს ესელა თუ თავად არ მისცემ ამის უფლებას. ყოველდღე ეს ახალი შანსია, ყოველი განათიადი ომის შეხსენებისა, რომ მე გაძლევ შესაძლებლობას თავიდან დაიწყო. მაშინაც კი თუ გუშინ სულია დაესი დღეს მე ხელს გიწვდი. მიიხედა უკან, მუიდადებ წარსულზე, ის უკვე წარსულია. იყურე წინ იმ კურთხევისკანე, რომელიც მე მოგიმზადე. როდესაც შენი მტრები აღსგებიან შენ წინააღმდეგ, გახსოვდეს, მე ვარ შენი ფარი. არავის ძალუს დაამარცხოს ის, ვინც ჩემი მფარველობის ქვეშ დადის. მაშინაც კი თუ ბრძოლა უმედო გვეჩვენება, იცოდე, რომ უკვე მოიპოვე გამარჯვება შენთვის. მენდე მე და მე გიჩვენე, რომ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე გეგონა. მე ვიბრძოლებ შენთვის თუ წამს და განაგზოს ლას. ნუ დანებდები. როდესაც შენი მიზანი შოს გეჩვენება, დიდ საქმეებს რო თმენა სჭირდება, მე ვარიგებ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც არ შემიძლია. თუ ჩემზე ხარ ჩაჭიდებული, შენ აუცილებლად იხილავ იმას ასრულებას, არც აგითქვი ჩემი გზები, ზოგჯერ რთულად და გაუგებარ ჩანს, მაგრამ მათ ყოველთვის სიკეთისაგან მიყავხარ, გახსოვდეს. წვიმის თითეული წვეთით კვებას მიწას, ყოველი ვარსკვლავი ღამეში ანათებს გზას და შენს თითოეულ ბრძოლას აქვს აზრი. შენ იმის დიდი სურათის ნაწილი ხარ, რომელსაც მე ვქმნი, არასოდეს ეჭვი არ შეიტანო შენს ფასეულობაში, არასოდეს ეჭვი არ შეიტანო შენს სიყვარულში, როდესაც დაიღუპები, მომანდე შენი დიდა მე მოგცემ დასვენებას, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ შეგეძლოს გზის გაგრძელება. ახალი ძალებით. ნურებ დასვენებას გააჩერებაში დაისვენე, აღიდგინე ძალები, მაგრამ ნუ დანებდები. შენ განსაზღვრული ხარ დიდებულებისათვის, შენ განსაზღვრული ხარ იმისათვის, რომ ან თუ ამ სამყაროში დაევერაფერმა შეაჩერო შენი სინათლე და ეს შენი რწმენა იყოს ღუზა ქარიშხალში, ხოლო შენი იმედი შუქურა სიბნელეში. მე მიყვარხარ, არასოდეს დანებდე. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, დიდება მის სახელს. მადლობა შევწიროთ უფალს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ.